ადამიანები, რომლებიც გადიან სულიერ გამოღვიძებას. თემა, რომელზედაც ახლა მინდა ვისაუბრო, ზოგისთვის მისაღები, ზოგისთვის კი მიუღებელი იქნება, მაგრამ სათქმელი მაინც უნდა ვთქვა და არა მინდა რომ ვთქვა. ვცხოვრობთ 21 საუკუნეში, 2000 წელზე მეტია, რაც ჩვენმა შემოქმედა ადამიანები აზიარა ქრისტიანულ მართლმადიდებლობას და ამ ხნის განმავლობაში ქრისტიანულმა რელიგიამ ბევრი ქარტეხილს გაუძლო, ბევრი განსაცდელი გამოიარა, გადაიარა ბევრმა თაობებმა და შევინარჩუნეთ რწმენა, რომელსაც დღეს როგორც არასდროს გაფრთხილება სჭირდება. რამე თუ ახლაც ვდგავართ დიდი განსაცდელების ღრუბლზე, დადგება დრო, როცა ადამიანები, რომლებიც ამ განსაცდელებს გავილია, სულ სხვა თვალით დაინახავენ სამყაროს, რომელიც ძალიან აღარ მოეწონებათ. გაუფრთხილდეთ უფლით გოძებულ ბედნიერებას. რამე თუ როცა ადამიანი ბედნიერებას კარგავს, მისი ხელმეორედ პოვნა უბრალოდ შეუძლებელია. ახლა მინდა იმ ადამიანებზე დავწერო, რომლებიც ერთეულები არიან ჩვენს გარშემო და რაც მთავარია არ არიან ჩვენი ნაირები, მსგავსი ყოველი ჩვეულებრივი ადამიანისა. ვინაიდან ისინი არიან სხვანი და რას გულისხმობ ამ სხვაში. ადამიანთა ის კატეგორია, რომელიც გადის სულიერი გამოღვიძების განვითარების გზას, ასეთი ადამიანები ყოველთვის იყვნენ კაცობრიობის არსებობის მანძილზე და არსებობენ ახლაც. ჩემი ჩათვლით, ვინაიდან უფალი ყოველთვის უშვებდა და უშვებს იმას, რომ დაეხმაროს ცოდვით დაცემულ კაცობრიობას, შეუძლია გააკეთოს ეს თუ არა ისევ იმ ერთეული ადამიანების დახმარებით, რომლებიც ჩვენს გვერდით არსებობენ და ჩვენთან შედარებით სხვა შესაძლებლობებით და სხვა უნარებით არიან დაჯილდოებულები. ყველა ადამიანი, რომლებიც დღეს ითვლებიან, რომ არიან სხვანი და გამორჩეულნი, არც ერთმა ჩვენთაგანმა არ ვიცით თუ რა სიმწყის, რა სულიერი ბრძოლების შედეგად მოიპოვეს ის, რაც დღეს მათ სხვებთან შედარებით გამორჩეულს ხდის და რაღაც უნარებით დაჯილდოებულები გვევლინებიან. არ ვიქნებოდი დღეს ის ადამიანი, რომელსაც შემიძლია გაუკუნო უარავი დაავადებისგან, ყოველგვარი წამლისა და ზედმეტი პროცედურების გარეშე, რომ არ ყოფილიყო უფალი და რწმენა, რომელმაც მთელი ცხოვრება ბევრი გამოცდა მომიწყო, ბევრი ბრძოლა მომაგებინა, ბევრი განსაცდელი გამომატარა და გამხადა ის, ვინც დღეს ვარ. ყველა ადამიანს თავისი არსი და მისი აკისრია ამ სამყაროში და ჩვენ ჩვეულებრივ მოკვდათ, ვინ მოგცა იმის უფლება, რომ ვინმე გავსაჯოთ. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთით დავაფასოთ, გვიყვარდეს ღვთიური სიყვარულით, დავეხმაროთ, ვაჩუქოთ ერთმანეთს სითბო და სიხარული და მოუტანოთ ჩვენ თავსაც და სხვასაც ნანატრი ბედნიერება. აი მაშინ იქნება ეს სამყარო ჯანმრთელი და ბედნიერიც და შესაბამისად იქნებიან ადამიანები ჯანმრთელები და ბედნიერები. დავაფასოთ ის ერთეული ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ გვიგზავნის უფალი დასახმარებლად. მოუფრთხილდეთ მათ და ადრე თუ გვიან დგება ადამიანის ცხოვრებაში მომენტები, როცა ჩვენ ისინი ძალიან გვჭირდება და ნუ გადავკეტავთ გზას, რომელიც უფლისკენ მიდის, რამე თუ უფალს დიდი ძალა და სამართალი აქვს. გვეშინოდეს ყოველი უკეთური სარამე თუ ცოდვით და სასჯელი ძალიან მძიმეა. ამიტომ ჩემი გამლილი გზიდან გამომდინარე გეტყვით, ვიარე ცხოვრების გზაზე, სადაც ეკალბარდები იყო, მაგრამ მივიღეთ ჯილდო უფლისა, სადაც მხოლოდ იავარდია მოფენილი. გისურვებთ ყველას იავარდით მოფენილ გზაზე გევლოთ. უფლის რწმენა არასდროს დაგეკარგოთ და დაგეფასებინოთ ის ადამიანები, რომლებიც ფლობენ სხვადასხვა ძალასა და უნარებს. რამე თუ ეს ყველაფერი შემოძვირფასებო, ისევ თქვენ საკეთილდღეოდ იევლინება ადამიანებს და მათ, ვინც ამ ყველაფრის რაღაცის ფასად ფლობს, ძალზე ძნელი გზა აქვთ გასავლელი. ცხოვრების 30 წელმა გაიარა ჩემში, რომ ენერგეტიკული განწმენდა მომხდარიყო. იყო ხილვები, იყო წმინდანთა გამოცხადებები, იყო სულიერი გამოღვიძება, სულიერი გაბრწყინება, გასხივოცნება, იყო უფლის შემობრძანება ჩემს ფიზიკურ სხეულში, ღვთიური ენერგიის გადმოსვლა, გავხდი ღვთიური სიყვარულის მფლობელი, ღვთიური ენერგიის გამოდინება მოხდა სხეულიდან, ისი კონტროლით ძალიან მიჭირდა და როგორც ცეცხლი ისე სწავლდა ჩემს ორგანიზმს, რომ არ ყოფილიყო უფალი და რწმენა მისი დახმარებისა, არ ვიქნებოდი დღეს ის, ვინც ვარ და ჩემი არსებობა ნიშნავს უამრავ განკურნებულ ადამიანს და უამრავ გადარჩენილ სიცოცხლეს. დააფასეთ ყველა, ვინც განსხვავებული გვევლინება და მათი შესაძლებლობები ისევ თქვენ გამოგადგებათ შემოძვირფასო ადამიანებო. გაუფრთხილდით იმ სიდიდეს, რომელსაც უფალი გაძლევთ. უსასრულობა სამყაროში არავინ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი ადამიანები ძალიან დიდი სირთულეების ხანაში ვცხოვრობთ და შესაბამისად ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ყოველდღიურობაზე, ჩვენს მენტალობასა და ჩვენს სულიერ სამყაროზე. ამ გადასახედიდან შემიძლია ძალიან ბევრი რჩევა გავცე და დავეხმარო იმ ადამიანებს, რომლებიც დაბნეულნი არიან
საკუთარ თავსა და საკუთარ სულში, შესაბამისად ცხოვრებაშიც. სირთულეები დატვირთული არიან, ყველაფერი ჩვენშია და ნებისმიერი ადამიანი თვითონ ქმნის საკუთარ თავს, მაგრამ ეს უნდა იყოს გააზრებული და გაცნობიერებული. ჩემი სულიერი განვითარების ამდენწლიანი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თუ კი ვისწავლით საკუთარი ენერგიების მართვას, ნებისმიერ შეუძლია გახდეს ის, ვინც უნდა რომ გახდეს. რომ მართოთ ენერგიები და ვიაროთ ცხოვრებაში სწორ გზაზე, ამაში დიდი როლი აკისრია ჩვენს გონებას. თუ დაბნეულია გონება და ვერ მართავთ მას სწორად, რა თქმა უნდა, ენერგიების მართვას ზედმეტია საუბარი. ყველაფერი იწყება შიგნიდან, სულის განვითარების საწყისებიდან. როგორ განვავითაროთ სული და როგორ შევძლოთ მივაღწიოთ ჰარმონიას საკუთარ თავში, რომ არ ვიტანჯებოდეთ გარე ფაქტორებისგან და ის დრო, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ ამ მატერიალურ სამყაროში, იყოს სიხარულით და მეტი პოზიტივით დატვირთული და არ გვტანჯავდეს რაღაც უარყოფითი ძალების გავლენები. ცხოვრება მშვენიერი გახდება, თუ ჩვენ არ დავიწყებთ რაღაც პრიმანების მიყურადებას და მათგან წამოსული უარყოფითი ზეგავლენებისგან თავის გათავისუფლებას შევეცდებით. როცა სიბნელეში ვართ, შიში მაშინ გვიპყრობს, როცა ვფიქრობთ ხომ არ არის რამე, რაც ჩვენ შეგვაშინებს, ესე იგი შიში მაშინ მოდის თუ როცა ვიწყებთ ყურადღების მიქცევას. თუ არ ვაქცევთ ყურადღებას, არც არაფერი ხდება და ვაგრძელებთ გზად. ამით იმას ვამბობ, რომ რაც მეტ უარყოფითზე ვამახვილებთ ყურადღებას, მით მეტია ჩვენში უარყოფითი ენერგიების შემოდინება და შესაბამისად უარყოფითი ჩვენიდან იწყება და რაც მივცემთ გასაქანს ჩვენში, შესაბამისად იმძლავრებს ის და ცხოვრებაც მიდის იქით, საითაც ჩვენ მივაქანებთ. ნებისმიერი აღმოჩნდებით ჩემზე ძლიერიც, თუ კი ყველაფერს დაიწყებთ სუფთა ნათელი გონებით. რამდენადაც სუფთაა ჩვენი გონება, იმდენად სუფთაა ჩვენი ენერგიებიც. ენერგიას კიდევ ის თვისება აქვს, რომ თუ არ ბლოკა უარყოფითი ენერგიების ადამიანს შეუძლია მიაღწიოს მიუღწეველს, იყოს ჯანმრთელი, იყოს პოზიტიური, არ ტანჯავდეს ცრუ გავლენები და შესაბამისად ასეთი ადამიანის შეჩერება შეუძლებელია, ვინაიდან ჩვენ თვითონ სამყარო გვიხსნის კარს და უსასრულოა ის შესაძლებლობები, რომლებსაც შემდგომში სამყარო გვთავაზობს. დაინახო ის, რასაც ვერ ხედავს სხვა, აღიქვა და გაიაზროს, შეიმეცნო უფალი და გძნობდე მის ძალას და არსებობას შენში. ეს ერთეულთა ხვედრია და დიდია ჯილდო ამ ადამიანებისთვის. ცხოვრობთ რისთვის, დღეს ბევრმა არც კი იცის თავისი არსი ამ სამყაროში. ისინი სპონტანურად ყოველდღიურობით მიდიან ცხოვრების გზაზე. მე ვამბობ, ყველაფერი არის ენერგია და თუ ჩვენ სამყარო გვამარაგებს თავისი ნათელი, სუფთა და ძლიერი ენერგიებით, ეს უკვე არის გარანტი ჯანმრთელი და წარმატებული ცხოვრებისა ამ სამყაროში და შემდგომ სულიერების სამყაროშიც. ვინაიდან ადამიანი იწყებს გააზრებას საკუთარი არსის და დანიშნულების და შესაბამისად იწყებს ცხოვრებას იმ წესითა და კანონებით, რომლებიც მისაღებია მისთვის და ასევე უფლისთვისაც. მე ვამბობ, რომ სამყაროს ღრმა გააზრება თქვენ მოგიტანთ აღიარებას, ნათელ ენერგიებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას აუცილებლად უკეთესობისკენ შეცვლის. სულის განვითარება და გააზრება იწყება მაშინ, როცა ადამიანი იწყებს ფიქრს არა ფიზიკური, არამედ სულიერი საწყისებიდან, ცუდი ფიქრების, აზრების უარყოფით, რომლებიც ამძიმებს სულს მორალურად. ცუდში კი შეგვიძლია დავინახოთ კარგი, ეს ხელს შეუწყობს დადებით გააზრებებს. სიყვარულს ყველას და ყველაფრის მიმართ. ქრისტე ხომ თავად სიყვარულია. ეს არის ენერგია, რომელიც ყველაზე ძლიერია სამყაროში. შეუძლია სასწაულები მოახდინოს. გიყვარდეს ყველა და ყველაფერი, ეს ნიშნავს შენ უკვე განთავისუფლებული ხარ უარყოფითისგან. გასცე სიყვარულის ენერგია, ეს უკვე დიდი ძალაა. ჩავიხედოთ საკუთარ სულში. ნუ ვეძებთ ჩვენს გარშემო დამნაშავეებს, რას ვაკეთებთ ჩვენ და რას ველოდებით სხვისგან. როცა გვინდა სამყარო შევცვალოთ, პირველ რიგში საკუთარი თავის შეცვლით უნდა დავიწყოთ. წამდეთ უფალი და გიყვარდეთ არა ზედაპირული, არამედ წრფელი სუფთა გულით. შეეცადეთ შეიმეცნოთ თქვენი არსი და მისია. გაიაზრეთ თავად სამყარო და თქვენი როლი ამ სამყაროში. იზრუნეთ თქვენ კუთვნილ ადგილისთვის იმ სამყაროშიც. ეს ყველაფერი უნდა დავიწყოთ შიგნიდან. ჩასვდე შენს მეს და იცოდე ვინ ხარ, რისთვის მოხვედი და საით მიდიხარ. ეს არც ისი ადვილია, მაგრამ შეუძლებელიც არ არის. დღეში 10 წუთი რომ დაუთმოთ საკუთარ სულთან საუბარს, ეგ მოგცემთ საშუალებას განავითაროთ და შეიმეცნოთ საკუთარი თავი, იცხოვრეთ ზედმეტი ცრუ გავლენების გარეშე, იარეთ ცხოვრების გზაზე მხოლოდ წინ და უკან არასდროს იხედებოდეთ, არასდროს გადაუხვიოთ თქვენს გზას, ყველაფერი ჩვენშია, დაიწყეთ ყველაფრის შეცვლა შიგნიდან, ჩახედეთ სულს და შთაბერეთ ბედნიერების და ჰარმონიის ენერგიები და თქვენ არასდროს იგრძნობთ თავს ცუდად. სამყარო გისმენთ და გიგზავნით.